ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ბექტესტზე და გასწავლით იმას თუ როგორ უნდა დააბექტესტოთ თქვენი სტრატეგია, ანუ როგორ უნდა დატესტოთ წარსულის გრაფიკის გადმოხვევით ის თუ თქვენი მიდგომა რამდენად მუშაობს. შესული ვარ traders.com-ზე, traders.com-ს რო ჩაწერთ Google-ში ამოგიგდებთ და აქ შემოდით. ეს ვებსაიტი მუშაობს, არის კიდე FX Replay და არის კიდე TradeZilla, რომლის სახელებიც ნუ აქ ეკრანზე ალბათ გამოჩნდება, გავაკეთებ მაგას. შეგიძლიათ სამივე გამოიყენოთ, ზოგი ფასიანი, ზოგი უფასო უბრალოდ და Traders.com-ს ამჟამად უფასო არის და რაღაცა დონე ინფორმაციის და რაღაცა დატა რომელიღაც წლამდე უფასო და აქ ადრეს საერთოდ უფასო იყო ყველაფერი და კარგი იყო. თუმცა ვინც აქ ხართ, არაფერია რომ წიყიდოთ საბექტესტო მაგაზე კარგი ინვესტიციას საკუთარ თავში ვერ გააკეთებთ რა. და ნუ კიდე არის რაღაც გზები, როგორ დაითრიოთ უფასოდ Google-ის აკაუნტით FX Replay-ზე. რაღაცა და ნუ ეგ მერე მომავალში რა. მოკლედ შემოდიხართ Traders.com-ზე გასწავლით ამჯერად. დააჭერთ new sessions. ნუ სახელს აქ აირჩევთ რაღაცას რაც გინდათ, ბალანსი რამდენიც გინდათ აიღეთ და აქ მონიშნეთ წყვილი, რომელზეც გინდათ მუშაობა რა. ლიმიტირებული უბრალოდ აქ სამუშაო ატრიბუტები. პირობითად euro USD. ავირჩიოთ ეხა თარიღი. იყოს მარტი ვთქვათ 2025 წლის, ნუ კაი, აგერ როგორც გითხარით ლიმიტირებულია თვეები, ძალიან ცოტა თვე არის, ადრე კარგად იყო. ავიღოთ ოქტომბერი რა, პირველი რიცხვი 2025 წლის. დააჭერთ saves, შედიხართ graphics-ზე. და იგივე ფუნქციონალია რაც trading views-ა აქ აგერ. რაც არის ხლა აქ ფერების შეცვლილი მექნება, ეს უნდა გაბნევთ რა. ნუ აგერ აქ არ მქონია, აქეთ მაქვს შეცვლილი მარტო. ხო და აქ რასაც ხედავთ ახლა აი ამ chart-ზე იგივეა რაც trading views-ია რა, უბრალოდ დამატებული აქვს აი ეს გადახვევის ფუნქცია. როდესაც გადახვალთ წუთიან სანთელზე და აქ ერთწუთიანი მოძრაობა გაქვთ დაყენებული ერთწუთიანი და გადახვევა საჭერთ, ნახე ერთწუთიანი სანთელი მოძრაობს. მე თუ აქ 5 წუთიანს ჩავრთავ, 5 სანთელი გადაიხვევა, იმიტომ რომ წუთიან გრაფიკზე ვარ, მაგრამ თუ 5 წუთიანზე გადავალ და 5 წუთიანს დავაჭერ, ეგრევე 1 სანთელი იცვლება მარტო. და აქ რო ერთწუთიანი გადავახვიო, ხო ხედავთ რა ხდება? სანთლის მოძრაობა ფიქსირდება ნელ-ნელა. აგერ 5-იანი არის 1, 2, 3, 4 და აგერ პირველი სანთელი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთეზე აგერ დაიხურა კიდეც. გადართავთ 1 საათიანზე, ამასაც 1 საათიანს შევუცვლით და 1 საათიან სანთელს გადაახვევთ. თუ კი 1 წუთიანზე შეხვალთ და 1 საათიანს დატოვებთ აგერ აქ, გადაიხვევა ძალიან დიდი მოძრაობა. მოდი აგერ დავხაზოთ ეს ფასის ლეველი. აგერ გადავახვევთ და რამხელა მოძრაობა გადაგვიხია მარკეტმა რა. ამ ბექტესტის საშუალება. ნუ ეხლა უკვე თქვენზე აქ დამოკიდებული, მაგალითად ნიუ-იორკის დროით თუ ვაჭრობთ პირობითად 2 საათზე, თუ გინდათ რომ შეხვიდეთ აგერ ლონდონის პრემარკეტში და პირობითად გაქვთ 15 წუთიან ჩარტზე. ან მოდი ავიღოთ 9 საათიანი. და თუ კი ელოდებით რომ აი ეს მაქსიმუმი უნდა გატყდეს და მე შეხვიდეთ პოზიციაში რა. გადმორთავთ ჩარტს, რომელ წუთსაც გინდათ. გადაახვევთ და აი ამ გატეხვის შემდეგ პირობითად აგერ რაღაც რეაქცია მოხდა, ხო? და გაქვთ აგერ იმბალანსი. და აქ გინდათ რომ პოზიციაში შეხვიდეთ იმბალანსთან. ძალიან სისულელს ვაკეთებ ახლა, ამას არანაირი აზრი არ აქვს პირდაპირ იცოდეთ რა. უბრალოდ ტექნიკურად გაჩვენებთ რა როგორ მუშაობს. აგერ აი აქ შევხვალთ პოზიციაში, ვთქვათ, იმბალანს რაღაც მონიშნავთ და რო გადაახვევთ უკვე თქვენ შედეგს ნახავთ აი აქ დავმინუსდებოდი მე პირადად. всё, ესეც თქვენი ბექტესტი. ასე გამოიყურება საბექტესტო საშუალება Traders.com-ზე, იგივეა FX Replay-ზე, TradeZilla-ზეც, ანუ პრინციპი უნდა დაამოღამოთ. ეს არის გადასახვევი ატრიბუტი, ესენი კიდე ჩვეულებრივი trading views ინსტრუმენტები არის რა. ახვევთ იმდენ წუთს, რამდენ წუთსაც აი აქ მონიშნავთ და აქ არის სიჩქარე აგერ. და ავტომატურზე როცა ჩართავთ, აი ესე სწრაფად წავა გრაფიკი. თუ მე ამას შევანელებ, ნელიტებით იცვლება ძალიან. ეს ინსტრუმენტიც მაგაში დაგეხმარებათ ავტომატური გადახვევაში რა. მაგისთვის არის რეალურად აი ეს სასიარულო რაღაცა ბარი მოკლედ რა. აწუთიანი ესე მოძრაობს. თუ გადავუხთავ 1 საათიანზე, ეს საერთოდ სწრაფად იმოძრაობს რა, ლოგიკურია. სულ ეგ არის, აი ეს საბექტესტო საშუალება უნდა გამოიყენოთ თქვენი სტრატეგიის დასატესტად.